დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში შეპირებულ სტუმრებთან ერთად საუბრობთ თემაზე, რომელიც დღეიდან აქტუალური გახდება. დღეს იწყება ფესტივალი Soundcheck და ჩვენ დღეს სტუმრად ყავს ახალგაზრდობის სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი რატი ბრეგაძე, მოგესალმებით დილომშვიდობისა და ცენტრის კულტურულ შემეცნებითი პროგრამების ხელმძღვანელი თეა ყიფშიძე, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა რომ მოგზაურობთ. მადლობა მოწვევით. ძალიან საინტერესო იდეა ფესტივალი Soundcheck. მინდა რომ ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი. მაინტერესებს რით იქნება გამორჩეული სხვა ფესტივალებისგან, რატომ გადაწყვიტეს სწორედ ამიტომ ვთქვათ ფესტივალ Soundcheck-ის დაარსება და შემდეგ მოწყობა რა თქმა უნდა. პირველ რიგში მოგესალმებით დილომშვიდობისა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება უშუალოდ ფესტივალი და ასევე სამინისტროს ნებისმიერი სხვა სახის კულტურული ღონისძიება, რომელიც ახალგაზრდებს შეეხება, არის ფუნდამენტალურად შეცვლილი. რაში მდგომარეობს ეს ცვლილება? სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობის მისვლიდან პირველივე დღეს ჩვენ შევიმუშავეთ ახალი მიმართულება, რომლის თანახმადაც ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ უარი ვთქვით არაფრის მომტან დაშფანდურზე, ანუ ისეთი კონცერტების ჩატარებაზე უკვე მარტო კულტურულ მიმართულებას გულისხმობ, რომელიც არაფრის მომტანი იქნებოდა, ერთჯერადი იქნებოდა და შემდგომში ამ ღონისძიების ჩატარების შემდგომ დარჩებოდა მხოლოდ გახარებული მაყურებელი და სხვა არაფერი. როგორც უკვე მოგახსენეთ, მიდგომები არის რადიკალურად შეცვლილი და ნებისმიერი სახის კულტურული ღონისძიება, რომელიც ტარდება, მიზნად ისახავს გარკვეული შედეგების მოტანას. მაგალითად, ახლა რომელზეც თქვა თეა უფრო მეტს ისაუბრებს Soundcheck-ზე, ამის დანიშნულება კონკრეტულად ამ ფესტივალის დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ იმისა, რომ თავი წარმოიჩინონ, შეძლონ სცენაზე თავის დამკვიდრება, მაყურებელს გააცნონ თავიანთი შემოქმედება და შემდგომში მოხდეს უკვე მათი პოპულარიზაცია. ანუ მიზანი არის არა მხოლოდ მაყურებლის გართობა, არამედ ახალგაზრდებისათვის ხელის შეწყობა. სამინისტროსთვის რომ ახალგაზრდობა განსაკუთრებული საზრუნავია, ამას რაიმე გარკვეული სახის ასე ვთქვათ, გაძლიერებული მტკიცება არ სჭირდება. ამისათვის უბრალოდ დროს ვიხელთებ თქვენი ეთერიდან და იმასაც ვიტყვი, რომ უკვე შეიქმნა სახელმწიფო უწყებათა შორისი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ყველა მინისტრის მოადგილე და რომელიც იმუშავებს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაზე, სამოქმედო გეგმის განსაზღვრასა და საკანონმდებლო რეფორმაზე, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. როგორც ვიცი, ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ამიტომ მაქსიმალურად სამწუხაროდ ვერ მოვახერხებთ გაშლას და ასევე ერთი მიმართულება, რომელიც ასევე კულტურულია და რომელიც ასევე ეთნიკურ უმცირესობებს ეხება, მინდა გარკვეულწილად სიამაყითაც აღნიშნო, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით გადაიდგა საკმაოდ კარგი ნაბიჯი, კერძოდ მოხდა ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძელის თარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე და ასევე განხორციელდა რადიო დადგმა, რომლის აუდიო ვერსიასაც გადმოგცემთ. ღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. ქალბატონ თეა, რაც შეეხება ფესტივალის დეტალებს, ვინ მიიღებს მონაწილეობას? ჩვენ ახლა ჩვენს უკან ეკრანზეც ხედავთ თქვენი ფესტივალის ანონსს, როგორც ვიცით, ყოველ დღე მსმენელს შეიძლება სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენა და არაცნობილ სახეებთან ერთად ძალიან ბევრი ცნობადი და პოპულარული მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. კიდევ ერთხელ მივესალმებ უშუალოდ თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. რაც შეეხება ფესტივალს, რატომ ცვლად ვილაპარაკა, მაგრამ მე კიდევ უფრო მეც დავძენ, როდესაც საუბრობდით, უამრავი ფესტივალი არსებობს საქართველოში, როდესაც საუბრობდით, როგორი ფესტივალი გაგვეკეთებინა, გადაწყვეტეთ, რომ ერთ ფესტივალის ქვეშ გაგვერთიანებია მუსიკის ყველა ჟანრი და საშუალება გქონოდა, რომ აი თითოეული დღე მუსიკის თითოეული ჟანრისთვის დაგვეწყო. ეს პირველია საქართველოში ესეთი ფესტივალი. მეც ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში ანალოგი არ მახსენდება. იყო სხვათა შორის ამ ჩამოყალიბების პროცესში ასთა სხვადასხვაობა, რომ იქ სადაც ალტერნატივა, რამდენად სწორია ღიაცის ქვეშ იყოს კლასიკა, რამდენად სწორია იყოს ფოლკლორი. მაგრამ შემდეგ ვთქვით, რომ თავისთავად თუ ვაკეთებთ ფესტივალს, რომელიც მუსიკის ყველა ჟანრს მოიცავს, არ შეიძლება იქ კლასიკა და ფოლკლორი არ აჟღერდეს. საერთოდ რა არის დამწყები მუსიკოსისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება? ერთი რომ გაიცნოს მაყურებელმა და მეორე ის იდგეს მის ჟანრში უკვე აღიარებული და
პოპულარული ადამიანის გვერდით. რა თქმა უნდა, ეს მთელ მსოფლიოში ასეა და რატომ გადავწყვეტეთ ამ ნაგვირთმიან საუნდჩეკი? ეს არის მუსიკის, ასე ვთქვათ, რეპეტიცია და რეპეტიციაზე ყველაზე კარგად ახერხებენ ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტში შესვლას. ეს არის საუკეთესო საშუალება დამწყებმა და უკვე ცნობილმა და შემდგარმა მუსიკოსმა ერთმანეთს გაუზიაროს ის შთაბეჭდილება, რომელიც აი ამ ჟანრში არის. დღეს პირველი დღე იქნება დედაენის ბაღში, პირველი დღე ეთმობა ალტერნატიულ მუსიკას და აღნიშნო, რომ გახსნის ამ დღეს ჩვენს მიერ აღმოჩენილი ეს მანამდე ჩვენ შევხვდით მაშინ ფანერტს როცა ვაკეთებდით ფესტივალს ჩვენი რჩეული იყო ჯგუფი The Means ის გახსნის შემდეგ Jet Bird-ი იქნება ასეთი ჯგუფი შემდეგ სიამაყით მინდა ესეც აღნიშნო რომ უცხოეთში საქმიანობს ეს ადამიანები უკვე სახელი აქვს მოხვეჭილი Sophie Willi რომელმაც გადაწყვიტა მოგმართად ხოვნით რომ თუ ვიცემდით შანსს რომ ჩვენს ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მე მას ქართულ PJ Harvey-საც დავარქმევდი, ისიც სიმღერებს და დღევანდელ დღეს დაასრულებს Zedmore Zulu, ანუ ყველასთვის კარგად ნაცნობი ნიკა კოჩაროვი. აი ესეთი შრომატევადი იქნება ყოველი დღე და აქვე ისიც მინდა აღნიშნო, რომ აი ეს ადამიანები აპლიკაციები, რომელიც თქვა შემოდიოდა, ვისაც უნდოდა. სწორედ როგორ მოხდა მონაწილეების შერჩევა? ანუ ეს იყო აპლიკაციების მიღება დავაანონსეთ Facebook-ის გვერდზე, ჩვენ ცენტრში განცხადებაც იყო დამკრული. მინდა ვთქვა, რომ იყო თქვათ ჟანრი, სადაც აქტიურობა ნაკლებად შეიმჩნეოდა. ეს იყო მაგალითად კლასიკა და ეს იყო ჯაზი, რომელსაც როგორც ჩანს უფრო მეტი ხელშეწყობა და პოპულარიზაცია ჭირდება. თუმცა სიამაყით უნდა აღნიშნო, რომ ყველაზე მეტი მონაწილე გვეყოლება ფოლკლორში. რაც რა თქმა უნდა ძალიან მახარებს. დასწრება რა თქმა უნდა თავისუფალი. დიახ, დასწრება თავისუფალი. ძალიან კარგი. ბატონ რატისთან მინდა გადავინაცვლო ისევ კითხვით, თქვათ ცენტრის საქმიანობაზე უნდა კითხოთ სწორედაც რომ სამომავლო გეგმებით დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი იქნება ასეთი ან განსხვავებული ტიპის ფესტივალები იქნება ეს თუ სხვა მსგავსი პროექტები თუ შეიძლება ამის შესახებ. ეს უფრო კულტურული სახის გაინტერესებს თუ უფრო კულტურული მიმართულებით რა თქმა უნდა. იმიტომ რომ წინამდელ შემთხვევაში ნამდვილად დრო არ გვეყოფა. რაც შეეხება არაც ახალგაზრდების ხელშეწყობას უკავშირდება. დიახ, კულტურულ მიმართულებაზე არ ვსაუბრობთ, მაშინ მოკლედ გეტყვით იმასაც, რომ წელს უკვე სახეცვლილი ფორმით დაადება სტუდენტური დღეებიც, აღარ არის როგორც ვთქვით ის მიმართულება, როდესაც ღონისძიება ტარდებოდა ღონისძიებისათვის და მაგალითად დღესაც ლესელიძეზე ტარდება ეგრეთ წოდებული თამაში სპეციალური city game, რომელშიც ჩართულები არიან სტუდენტები და რომელიც ეხმარება სტუდენტებს, რომ გაიცნონ თავიანთი ქალაქი და ასევე გამოიწვიონ თუნდაც ტურისტების დაინტერესება თბილისის მიმართ. რაც შეეხება კულტურულ საქმიანობას და უშუალოდ ცენტრს, ასევე ალბათ თეატრს დამეთანხმება, რომ აუცილებლად სიამაყით უნდა აღნიშნო და აქვე უნდა აღნიშნო ქალბატონი თეა ზღვაწლიამაში, რომ ქართველ ახალგაზრდებს ძალიან მალე მიეცემათ საშუალება იმისა, რომ საკუთარი გადაღებული ფილმით, ჰოლივუდის მეშვეობით მთელ მსოფლიოს გააცნონ სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების შესახებ. და ეს მართლა ძალიან კარგი საქმეა, რომელშიც პირველი დღე მართალი გითხრათ, ანუ ეს სიურპრიზია, რომელიც დღეს რატომ გადაწყვეტა თქვენი ეთერის საშუალებით გაეშგერებინა. პირველად ჩვენმა მაყურებელს ანუ ძალიან მალე გვეწევა ეს აღიარებული კოპოლების ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქრისტოფერ კოპოლა, რომელიც გახლავთ პედაგოგი, პროდიუსერი, თავადაც მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში, რომელიც თვითონ ჩაუდგება სათავეში, რომ აი თავისი ტექნიკური აღჭურვილობით ასწავლოს ქართველებს რა როგორ გადაიღონ, ასაკი რაც ყველაზე მთავარი არის 9-დან 28 წლამდე, ანუ სხვადასხვა კატეგორია აქვს ბავშვების. პატარა სიურპრიზი მოგწევთ. იმედია რომ საინფორმაციო მხარდაჭერაზეც უარს არ გეტყვით. აუცილებლად ძალიან საინტერესო ინფორმაციაა წარმატებას გისურვებთ ამ საკითხში. ძალიან ასე რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს მართლაც, ანუ თავარი ამოცანა რა არის. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი აქამდე, აი როგორ გითხრათ, აი თქვენთვის რო გითხრათ, იცოდით
მოდი პირდაპირ თქვით. არა. და ძალიან მინდა რომ ყველა მიცოდეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და არავინ ეძახდეს თქვა ბავშვთა ფედერაციას, აქტივობის შენობას და ასე შემდეგ. ყველა მიცოდეს ეს კარი იღებოდეს და ყველა ახალგაზრდისთვის ეს იყოს ის ადგილი, სადაც იცის რომ ყოველწელია, ყოველთვის დაეხმარებიან და ყოველთვის მათ გვერდით დგავართ. ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული სამომავლო გეგმები გაქვთ, მე გისურვებთ წარმატებას, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ეს გვეწიეთ. აუცილებლად განმავლობაში კითხებოდეს. ერთი წამიმაინც გვაქვს რომ აუცილებლად მინდა რომ ვთქვათ, ასევე გეგმავთ ახალი brand-ის შექმნას, ეს იქნება ასევე თქვენი ეთერის საშუალებით პირველად გაიგეს მაყურებელი, ეს იქნება სასკოლო ოლიმპიადა, რომელშიც ჩართული იქნება საქართველოს ყველა სკოლა სხვადასხვა სპორტის სახეობებში და რა თქმა უნდა ფინალური დახურვა იქნება თბილისში და ამით ვცდილობთ ხელი შეუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და გარკვეულწილად იმ კონსტიტუციურ ვალდებულებასაც, რომელიც უშუალოდ გვაქვს და კიდევ ერთი მომენტი, რაც ცენტრის საქმიანობას შეეხება, თუ როგორ ვაპირებთ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდების საქმიანობას, ცენტრში იგეგმება არაფორმალური ბიბლიოთეკის გახსნა, ასევე თანამედროვე ტიპის საკონფერენციო დარბაზების, იმისათვის რომ სახელმწიფო სახსრებიც იყოს თქვა დაზოგილი და არ მოგვიწიოს სხვაგან, როგორც ხშირ შემთხვევაში ესხება საკონფერენციო დარბაზების ქირაობა და ამავდროულად გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების მქონე ჰოსტელი, რომელშიც როგორც რეგიონებიდან ჩამოსულ ქართველ ახალგაზრდებს, ასე უცხოელებსაც მინიმალურ ფასად და მთელ შემთხვევაში უფასოდაც შეეძლებათ თბილისში ამის გათევა. არაჩვეულებრივი ახალი ამბები გასულა. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ველით რომ წარმატებით დაგვირგვინდება თქვენი მიზანი. საქმიანობა და განხორციელდება მომავალი პროექტი. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ დილის ეთერში. შევახსენოთ მაყურებელს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი რატი ბრეგაძე და ამავე ცენტრის კულტურული და შემეცნებითი პროექტების ხელმძღვანელი თეა ყიფშიძე გახლდათ ახალი დილის სტუმრები. მადლობა კიდევ